ჰაილაითად ქცეული და პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე გაზიარებადი ეკა ბესელიას ფოტო გახდა ჩვენი სტიმულატორი იმისა, რომ პატარა ძიება ჩაგვეტარებინა და გაგვერკვია ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონების ჩაცმულობის შესახებ რას ყვებიან და რას ამბობენ ინტერნეტში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო, რომელიც აღმოვაჩინე, ეს ბუნებრივია გუშინდელი ფოტო. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი მოსკოვური მოდა, რუსეთს ახასიათებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ერთ ფერში გადაწყვეტილი ზამთრის რაღაცა ფიფქიური ხო, ფიფქიური იმიჯი მართალი ხარ. ხო, არ ვიცი, პრინციპში გემოვნების ამბავია საბოლოო ჯამში ყველაფერი, ყველაზე ხშირად კი ინტერნეტში, რასაც გადავაწყდი, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძის ფოტო ინაუგურაციის დღიდან. აი, ხედავთ კიდეც, რომ ძიორის კოლექციიდან ეს პალტო, რომელიც 7000 ხო, ძალიან უხდება. საერთოდ ზოგადად ეკა ხვედელიძის აი შემდეგ ფოტოსაც ვნახავთ ახლა. ზოგადად გემოვნებიან ქალბატონად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე და პრინციპში აქვს კიდეც იმის საშუალება, რომ იყოს გემოვნებიანი, ხო, გარდა პირადი გემოვნებისა. თუმცა ბევრს აქვს, მაგრამ გემოვნება კიდეც ალკე. ხო, კიდეც ფინანსებთან კავშირში იშვიათად არის. კი, ერთ-ერთი ფოტო, რომელიც ასევე ამოვარჩიეთ პოლიტიკოსი ქალბატონის, უფრო მეტად მეუღლის, მაგრამ ნათია ფანჯიკიძის განცხადებები და მისი პირადი ბლოგიც უკვე საკმაოდ დიდ ყურადღებას იქცევს. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კიდეც ერთ-ერთი ძალიან კარგი პოსტი, რომელიც ასევე გაზიარებადი იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული ზოგადად ერის განვითარებაზე და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფოტო მისი გახლდათ სწორედაც რომ ინაუგურაციიდან არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მაკა ჩიჩუა, რომელიც ყოველთვის ძალიან სადად და გემოვნებით იცვამს და ყოველთვის საზოგადოების წინაშე პროტოკოლის, ასე ვთქვათ, სრული დაცვით წარდგება ხოლმე, რას ითქვას. დახვეწილი სტილი და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, თითქოს მისი შინაგანი სამყარო ყოველთვის ეს ოფიციალური სტატუსი ხელს მის სტილის შეგრძნებას. განხილვადი ასევე არის მარიამ საჯაია, ახალგაზრდა, მე მგონი პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო არ ვიცი. ხო, ანუ ყოველ შემთხვევაში ამაზე ხშირად საუბრობდნენ, სკანდალიც კი იყო ამასთან ერთგვარი დაკავშირებული, ინტერნეტში ხშირად მიმოიხილავდნენ მის სტატუსს. ეს სიმპათიურებად ვიზუალურად ბუნებრივია, მაგრამ ცხადია კრიტიკაც მოყვა მის ასაკს და პარლამენტში შესაბამისობას. ნინო ბურჯანაძე, ანუ ერთგვარი მარგარეტ ტეჩერი, ხო, ქართული შეიძლება ესეც ითქვას. ხო, რკინის ლედი მარგარეტ ტეჩერი და ნინო ბურჯანაძე, რომელიც ვარცხნილობის კუთხით გავს კიდეც ბრიტანეთის ლიდერს. ხო, შეიძლება ესე ითქვას. ესეთი კლასიკური სტილი აქვს ყოველთვის. საჩერის სალომე ზურაბიშვილის სტილი იწვევს ძალიან დადებით შეფასებებს, ერთადერთი რასაც ხშირად რარჩევასაც წავაწყდი, აქსესუარების კუთხით არის მაქსიმუმ, რაც კი შეიძლება იყოს გასაკრიტიკებელი და დასაწუნებელი და ანუ პიჯაკი, კაბა, რაც კი აცვია ყოველთვის დადებითად ფასდება, მაგრამ ამბობენ რომ აი ამ ყველაფერთან აქსესუარების შეხამებაო დიდად თუ არ მოგწონსო. და თია წულუკიანი მის მიმართ სხვათა შორის საკმაოდ დადებითი შეფასებებია და მეცაც გეტყვით გუშინ წავიკითხე კიდეც სტატია, სადაც ის 2014 წლის ყველაზე აქტუალურ ქალბატონად დასახელდა და შეიძლება ითქვას რომ სამართლიანადაც, იმიტომ რომ მე დიდად პოლიტიკაში გარკვეული ადამიანი არ ვარ, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ რთულ პირობებში უწევს მუშაობა, მაგრამ ყოველთვის ძალიან საქმიანად ახერხებს ხოლმე იკონტაქტოს თუნდაც ჟურნალისტებთან და მედიის წარმომადგენლებთან და მაია ფანჯიკიძე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ყოველთვის ზომიერი ჩაცმულობით გამოირჩეოდა, ყოველთვის პროტოკოლის მიხედვით. ხო, საქმიანი, არაფერი ზედმეტი და ყველაფერი ისეთი კლასიკა და სტატუსის შესაბამისი. იმიჯი აქვს, ხო, მე მგონი. როგორ? დებს განსხვავებული იმიჯი აქვს. კი, აშკარად განსხვავებული იმიჯი აქვს. აი ესეთი